როგორ ვიცხოვროთ ბედნიერად? პასუხია მარტივად. ეხლა აგიხსნით როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გარდავქმნათ. ძალიან მარტივად შეგვიძლია ავიღოთ ფურცელი და ჩამოვწეროთ. ეხლა რა მდგომარეობაში ვართ ფინანსურად, რამდენს გამოვიმუშავებთ და მერე დავწეროთ ქულა. ჩვენი შეფასებით დაახლოებით მინუსია, პლუსია, სად მივდივართ, რას გვინდა რომ მივაღწიოთ, მაგალითად +10 ავიღოთ ყველაზე მაქსიმუმად, ხო? და მერე დავწეროთ +10 ჩემ ხედვაში იქნებოდა ასეთი რომ მე გამომიმუშავებდი ამდენი. ურთიერთობებში როგორ მაქვს მდგომარეობა? ანუ ურთიერთობა ეხლა მაქვს, მაგრამ თლად ისეთი არ არის როგორიც მინდა, ხო? დავაწეროთ, შევაფასოთ 1-10-მდე, რაღაც 2, 3, 4, 5, ხო? და მერე დავწეროთ 10. როგორი გვინდა და გონია რომ საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენთვის. ანუ ჩვენ შეგვიძლია გავიაროთ აი ძალიან ბევრი რიტრიტები, ძალიან ბევრ ქვეყანაში წავიდეთ და ძალიან ბევრ გურუსთან მივიდეთ, რომ ეს გავიაზროთ, რომ რამდენად სულიერად ამაღლებული შეიძლება იყოს ადამიანი, მაგრამ საფუძველი რაზეც ვდგევართ, თუ ეს არ იყო მყარი, სულიერება ცოტა უფრო მაღლა დგას, ხო? ალბათ შევთანხმდებით ამაზე და თუ საფუძველი არ გაქვს მყარი, სულიერება ესე იყანყალებს და მყარად ვერ დადგება და როცა სიმყარეზე დგას სულიერება, შემდეგ უკვე მისი განვითარება ბევრად უფრო მარტივია. როგორ გავაკეთოთ ეს? პირველ რიგში უნდა ჩავეძიოთ აი ამ საკითხებს ჩვენ ფინანსური მდგომარეობა, ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი დამოკიდებულება მშობლების მიმართ, შვილების მიმართ თუ გვყავს, ჩვენი მეგობრების მიმართ, როგორი გვაქვს ეხლა, როგორი გონია რომ საუკეთესო ვარიანტი უნდა იყოს და აი ამ ყველაფერს რო ჩამოვწერთ +10-ს რო დავწერთ როგორი გონია, მივხვდებით რომ ყველაფერი ჩვენშია. ანუ გარეთ ძებნას იმდენი აზრი აღარ ქონია, რამდენადაც ჩვენ უკვე ჩვენით გვსოდნია პასუხი +10 როგორი შეიძლება იყოს. და რა გვიშლის ხელს? გვიშლის ხელს ის რომ არ ვიცით როგორ გადავიდეთ ამ +10-ში. ჩემ კურსზე მე გასწავლით როგორ გადავიდეთ იმ მდგომარეობიდან სადაც ახლა ვართ +10-ში. იმისათვის რომ ჩვენი ცხოვრება იყოს ბედნიერი. გადადით ლინკზე, გაიარეთ ჩეკაპი, გაიაზრეთ სად ხართ, რა უნდა გააკეთოთ, რა უნდა შეცვალოთ და მიყევით შემდეგ ამ კურსს იმისთვის რომ თქვენი ცხოვრება გახდეს ბედნიერი. წარმატებები.